რუსული პროტესტი ჰოლივუდურ ფილმში ნაჩვენებ რეალობას აგვისტოს ომზე რენი ჰარლინის მიერ გადაღებული ფილმი უკვე პრემიერამდე გახდა რუსული მედიის კრიტიკის ობიექტი. Russia Today ჟურნალისტი მას საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდა დაფასებს. ფილმის ქართული პროდიუსერი კი განმარტავს, რომ რუსების გაღიზიანება რეჟისორის მიერ მოვლენების ობიექტურმა ასახვამ გამოიწვია. ამას ემატება ემერ კუსტურიცასთან ჩაშლილი პროექტიც, რითაც მოსკოვის ჰოლივუდური ეკრანიზაციის პოპულარობის გადაფარვა სურდა. რენი ჰარლინის გახმაურებულ ჰოლივუდურ ფილმს რუსული მედია პრემიერამდე აკრიტიკებს. აგვისტოს ომის ამერიკულ კინოეკრანიზაციას Russia Today ჟურნალისტი სამწუთიან სიუჟეტს უძღვნის. ავტორი ცნობილი ფინელი რეჟისორის ობიექტურობას ეჭქვეშ აყენებს და ფილმს ქართულ სახელისუფლებო პროპაგანდა დაცხადებს. იციან კი საერთოდ შემქმნელებმა თუ როგორ დაიწყო ომი. ქართული არტილერიის მიერ ცხინვალის დაბომბვის ჩვენების ნაცვლად მათ გადაწყვიტეს, რომ გორში ჩატარებული ქართული საქორწილო ცერემონია ჩვენებინათ, რომელიც დაბომბვის ფონზე მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ამ ფილმით სააკაშვილი მსოფლიო კინოაუდიტორიაზე ზეგავლენას ცდილობს. ეს არის ნაწყვეტი ჟურნალისტის ტექსტიდან, რომელსაც სიუჟეტის ავტორი ერთადერთი ქართული განცხადებით ოპოზიციის ლიდერ ეკა ბესელიას კომენტარით ამყარებს. ინტერვიუს დროს ბესელია ჰარლინის ფილმს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროპაგანდის ნაწილს უწოდებს. ფილმ ჯორჯიას ქართულ პროდიუსერს რუსული მედიის გაღიზიანება არ უყვირს, მით უმეტეს ემერ კუსტურიცასთან ჩავარდნილი პროექტის შემდეგ. სერბ რეჟისორთან მოლაპარაკება მოსკოვმა სწორედ ჰოლივუდის საქართველოთი დაინტერესების შემდეგ დაიწყო, თუმცა კრემლის მიერ დაკვეთილი ფილმის გადაღებაზე კუსტურიცამ ბოლო მომენტში უარი თქვა. ის რომ ჰოლივუდი იღებს ჩვენი ომის შესახებ ფილმს და წარმოაჩენს იმ ფაქტებს, როგორიც იყო, ეს წესიდარიგით ყველა ქართველს უნდა აწყობდეს, უნდა უხაროდეს და ჩემს სრულიად გაუგებარდა გულდასაწყვეტია, რომ ქართველი პოლიტიკოსები ესეთ განცხადებებს აკეთებენ და იმეორებენ იმას, რასაც ამბობენ რუსები. ქორწილის ეპიზოდში, რომლის მიმართ რუს ჟურნალისტებს პრეტენზიები გაუჩნდათ, ოსი პატარძლის როლს მსახიობი ანა იმნაძე ასრულებს. ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი რუსულ ბრალდებებს რენი ჰარლინის ფრაზას უპირისპირებს. ეს არის ფილმი ომის და არა ადამიანების წინააღმდეგ. საერთოდ ცხოვრებაში ესეა, როდესაც შენ თვლი, რომ რაღაცაში გადანაშაულებენ ტყუილ უბრალოდ და უფრო მეტად იმართლებს თავს ამაზე ვინმე აღიზიანდება, ეს ეჭვს ბადებს მის სიმართლეში. Russia Today-ის რეპორტაჟს საინფორმაციო ომის გაგრძელება დაფასებენ PR ტექნოლოგები. სანამ ჯორჯია ეკრანზე გამოჩნდება, უკვე არსებობს ამერიკელ დოკუმენტალისტ ჯონ ფილფის, რუსი ანდრეი ნეკრასოვისა და საფრანგეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის ნინო კირთაძის ფილმები, რომლებმაც მსოფლიოს აგვისტოს რეალობა და რუსული აგრესია დაანახა. რუსეთი აი ასეთ ძლიერ პროექტებს, როგორც ჩვენ მივიღებთ ნეკრასოვის ფილმის სახით და როგორცაც ალბათ მივიღებთ, იგივე PR თვალსაზრისით ჰოლივუდის ფილმს, ის ჯერჯერობით ვერაფერს უპირისპირებს. ამ და მსგავსი სიუჟეტებით რუსეთი თავისთავად ცდილობს ამ თავისი საინფორმაციო წარუმატებლობის გადაფარვას. რენი ჰარლინი, რომელმაც აგვისტოს ომზე ფილმის საქართველოში გადაღების სურვილი თავად გამოთქვა, ახლა გადაღებული მასალის მონტაჟის პროცესშია. მაყურებელი ჯორჯიას მაისში ეხილავს. მოსკოვის მორიგ ბრალდებებს თბილისში სწორედ პრემიერის შემდეგ ელოდებიან.